მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სოფრომა, თქვენ ხართ სოფრომას YouTube არხზე. და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გამოწერისთვის რა. მოკლედ რა ხდება დღეს? რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გაქირავებული მანქანა, მაქირავები მას შემოაფერთხა რაღაცას და ეგ დაზიანება ამ ქვეყანაში ითვლება ტოტალად და ამ ქვეყანაში მის აღდგენასაც არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ძალიან ძვირი დაждდება. ჩვენთან ეგ არ ტოტალად არ ითვლება და აღდგენასაც ლარი დაუცი ჭირდება და რაღაც 15 წუთი სულ. 15 წუთი არა, მაგრამ ტოტალად არ ითვლება რა. ვნახოთ 2007 წლიან Toyota Prius თუ გაგვიციან ცხელობიანს და ცივ ქილის კოლა-კოლაში, მაგას გავიგებთ ყველაფერს ერთად ამ ვიდეოში. ერთ-ერთ ჩვენს მაყურებელს კომენტარში ეწერა და აინტერესებდა თუ როგორ ხდება ჯარიმების გადახდა, რომელსაც ყოველდღიურად ვიკიდებ და მოდი ერთად გავარკვიოთ როგორ ხდება ამ ქვეყანაში ჯარიმების გადახდა. ვიღებთ ტელეფონს, ურეკავთ დათას, ვრთავთ სპიკერზე, იმედია ისმის. ჩემი ბიზაშვილი ასთავარი. Awesome. აშვები დათი. რავი, არა თესი გამოვიდივარ პორტლენდიდან, შეიძლება. მე საითკენ მიდიხარ. მიდივარ ოჰაიოს. თერჯოლა ზესტაფონი რა. ეს კაგრაზე თორსაჩი გავიდე. რამდენ მაილში მიდიხარ? რა გინდა, რაზუ ხوارგინა გავიდო. ცივი საზამთრო წამოიღე რა. ბაზარია რა. რამდენ მაილში მიდიხარ? რა, ბევრია რა, 2000-ს. შეგერაცვალ, ეგ არა ბევრი ხო? 2000-ს. საახოცა. ბიჭო, ო, მანქანის ჯარიმა მაქვს გადასახდელი. რამდენი დაგივიწყო? გამოვში $120. ბაზარია რა. ოკეი, დაგირეკავ ცოტა ხანს, ჯიგარი ხარ. აი, მიდი დავაი, ჩვენა. მიდი, აბა შენიც ხო ჩაღადიყა. აი ესე ხდება მეგობარო ამ ქვეყანაში ჯარიმების გადახდა რა. ხო, ის mini Cooper-ი რომელიც წინა ვიდეოში ნახეთ და გითხარით რომ მომხმარებლის მოთხოვნა იყო დაგვეყენებინა კარგად დილას და მომდევნო დღეს წაიყვან და მომხმარებელი ვერტალიოტიდან გაქრა, ხო და მოკლედ ისევ მემყავს რა. ეს პრიუსიც გაიჯანქა. ის მანქანები ისე ვიყიდება და იმედი მაქვს რომ ამ ვიდეოში ვნახავთ კიდევ რამოდენიმე მანქანის შეძენის და დამატების კადრებსაც. პირველ რიგში მოკლედ წავიდეთ პრიუსი გავასუხაროთ და მერე ვილაპარაკოთ ჭამაზე, სმაზე და მანქანებზე და რაღაცებზე. წავედით. 16 წუთში მივალ ჯართთან, მივაკითხავ, ბიჭებიც იქ იქნებიან, რაღაცებს ამოვაცლით, აბეს, ბატარეებს, აკუმულატორს, დისკებს აფურავებს და რაღაცებს გავაცლით, ვამშობიარებთ და მერე წავიყვანთ, ჩავავარებთ ჯარჯში. ნახოთ რამდენს მოგწმენ ჯარჯში. აი აქ უნდა გადავუხვიოთ, ეხა არაფერი შეგვიშალოს. ესეთ აქ უნდა იყოს ჯართი. აქ არის. აბა ჯართს ვიბარებ, ჯართს. აი ესა. მე ვსტოვებ, რა თმინა აბა მანქანა. დაჯექი და მაგით ვიარე, წამოდი. ამით წამოვიდე? მოუ არამე. წამოდი ირაკლი. მოიც კარგად დავაფარებ კაპოტს და წამოვა. სიო, წავედით ჯარჯში. კაპოტი არ გვაფარია. რადიატორში წყალი არ გვისხია. აბეს არ გვაქვს, ტორმუზები არ გვაქვს. რანაირად დაიქოქა არ ვიცი, იმიტომ რომ გუშინ არ იქოქებოდა, მერე ცოტა კაპოტი მოგვლიჯეთ, მიგვლიჯეთ, ცხლები ურთხით და დაიქოქა. მცირე დაზიანებით აირბა გაუხსნელი რა დრაივი. წავედით ჯარჯში. ჯართის მიუღებ პუნქტთან მოვედით და რაღაცა $1000 იხდიდა მანქანაში. მე მგონი საბოლოოდ არ წაიყვანა. მოკლედ ეს ის მანქანაა რა. საქართველოში რო ჩამოდის მანქანები, მცირე დაზიანებით აირბა გაუხსნელი რანდრაივი რა. ძალიან მაგარ დილერებს რო ჩამოყავთ ხოლმე, აი ეგეთია ეს მანქანა. დაგვირეკეთ 0-1800, 1800, 9000. ეს მანქანებს ჩამოგიყვანთ. ფერიფერშია ყველაფერი. ეს არის ჯართის მიმღები პუნქტი. ესე დაყრიან მანქანებს და დაკეპავენ. მოკლედ მოიხსნა სპოილერი. ერთს არ უყენია მანქანას და სპოილერს ისაიგებს, მოიხსნა კრილო, ფარი გადარჩენილი იყო, მოიხსნა ABS-ის ბლოკი, ამოიშალა სალონი.
რაღაცებისაც რა ჭირდებოდა მოხსენით, სარკეები, მოვიდა ბატარეები და აკუმულატორი კიდე. ანუ რაღაცას იმიტომ ვიტოვებთ, რომ მე ვისაც რა დაჭირდება, წაიღებს რა. იმიტომ რომ თითო ბატარეა სადღაც $150 გირს, ABS ბლოკი $450 გირს და მანქანა სულ ვაბარებ ჯარში $400 და რატო უნდა გავაყოლოთ რა. ერთი S700 მოიყვანეს ახლა ჯარში. და მეთქი მოიცა ჩემო ძმა ვარ გაჯართო ვიყიდი მეთქი 740-ია ლონგი დაურტყმელია პროსტა ნადგომია ვიღაცა მიარტყეს მოვარტყეს რაღაცა ბამპერი ამოტეხილი და რაღაცა ბევრი არაფერი არ ჭირს რა არაო ძმაო ტაიტელი არა მაქვს ესეთი მყავს სამიო და რავი ვერ ყიდულობ და რა კაი სენსოთი არა შენი დე კარგი რა ეხლა აიღეს რადგან ვეღარ შევაგორეთ იმდენი ნაწილი მოხსენით ეხლა შეათრევენ დასაკეთად ეხლა დააყენეს სასწორზე და აწონიან გავიგებთ რამდენს გადაგვიხდიან. გადაგვიხადეს $250 თელ პრიუსში. ეხლა ცოტა ხანში ჩამოვა Audi A7. ნახოთ რა მანქანა ჩამოვა. ძალიან დაბალი გარემოა 60-ია, 70-ია გქონი. დაუთხმელია და ნახოთ რა იქნება. ეხლა გავიგებთ რაც შეა. Is that? ჩემი გაი. ამას რა ჩამოაგო. მოგეთ მანქანა ვიყიდეთ რომელიც იქოქებოდა და არ დადიოდა და უწერია რომ გასაღებია დასაპროგრამებელიო და აბა როგორ იქოქება მაშინ თუ გასაღებია დასაპროგრამებელი ეს კაი კაცი იძახის რომ არ დადისო რა ხდება მამაო ახტება მამაო ჩემი დედა რასთან გვაქვს საქმე ჩემი კაცი აი ის რა გითხარ მოკლედ კაპოტზე აქვს დაზიანება რომელიც აუქციონზე არ ქონდა და ევაკუატორი ცოლვა უნდა ანაზღაუროს ახლა, იმიტომ რომ ჩვენი ზიანი ეს არ უნდა იყოს რა, ვიყიდეთ აუზიანებელი აუქციონზე და გადაზიდვის დროს დაიმართა ეს. ამის შეღება მიახლოებით $300-400 დაჯდება აქ. ნახოთ როგორ მოიქცე. ეხლა უნდა მივაწვეთ კაროჩი ამ მანქანას. განოიტრალე! დაბიდა. მოკლედ ეხლა არის ესეთი სიტუაცია რა. არ დაიქოქა. აუქციონზე ხო ეწერა რომ იქოქება, არ დაიქოქა. ანუ იქოქება და ქრება. მეგონა რომ ხოლმე არ დადიოდა რა. იქოქება, ანუ ძრავი მუშაობს, მაგრამ ქრება რა. ანუ ფაილის ინტეიქის სისტემა, ანუ შემშვების სისტემა დროსელამდე საერთოდ არაფერი აღარ არის მანქანაზე. არც ფილტრის ყუთი, არც ვოზდუხამერია, არაფერი აღარ არის. სალონში ღვედები უსაფრთხოების გადაჭრილია, რაღაც ნათურები დახსნილია. ევაკუატორმა დაგვიზიანა კაპოტი. უკვე ძალიან უცნაურობასთან მაქვს საქმე. ჩამოყვანისას რაღაცა კაუჭმა დამქაჩა რომელთაც დაბლული იყო მანქანა. იქაც წამოვიდო. შევიხიდოთ. აქ Audi A400-ია. ლაკაყენია boost კონტროლერი. მაგარი წითელი racing start stop-ი გვაქვს. ღვედები საერთოდ აღარ არის მანქანაზე. აქ ლამპოჩკები გამოგლეჯილია. არ არის. აქაც რაღაცა აყენია. მაგარი S-line-ის ხილაკი გვაქვს. მოკლედ ჩარში ვარ რა. რა ხი? პარნი შალვა და სპონსორი ყოველ დღე ერთი 10 წელი პარნი
დაიდოს ჩვენი სახლის კარტა. შალო იძახის რომ შეგვეტენა კაროჩი მანქანა. დაველოდოთ გათენებას. გათენებამდე ხა თქვენთვის კი 2 წუთში და 2 წამში და თითის დაწკაპუნებაში გაათენებს გაგამ არა. გათენებამდე მაინც რომ იცოდეთ, ველოდებოდით რომ უნდა დაკოქილიყო და არეულო და საქარებინაზე ეწერა რომ გასაღებია და საპროგრამებელი და მარტო გასაღები მუშაობს მაგ მანქანაზე. იქოქება და როგორ იქოქება ეგ სხვა ამბავია, ატლივი აქვს და ეგრევე ქრება. უკმარისობა რაღაცის აქვს და ეგრევე ქრება. ინტეიქი ჰაერის შემშვების სისტემა საერთოდ არ აქვს მანქანას მოხსნილია, მარტო დროქსელია დარჩენილი. და მოიძახის რომ შევამჩნიე რომ მანქანაში იგი და ნაცრისფერია და გარედან წითელია და მე გვერდა ვინახე. ორფერშია, მანქანებს გამოხსნი, მისი შემოვანი მუქი ნაცრისფერი, ორი ნაცრისფერი. მუქი. გარედან წითელია, თქო, და იმაზე მუქი ნაცრისფერი და ეთქობა წითელია ისე. ის ხმსაღებია. სულიგან უკითხავ, ბუსტ კონტროლერი უკანია. არჩე, მაჰემის. ერთ-ერთი მისელერმა. მანქანაში მოხდენა. და ჩვენც რომ გავხსენებ და ჩვენც შევტელოთ ახლა იმეს. მაინც გაიტოში. სიო გავათენოთ და ხვალიდერი დღე ვანახოთ ხალხს. ვათენებთ. გაათენე გაგა. მოკლედ ესეთი ამბავი ძრავი ტრიალებს და მე ქრება რა რამოდენიმე წამი და რაღაცა ცდილობს რომ იმუშაოს და ქრება ატლივია რა ვიცი კაფე კმარისობა რა ეგა რა რაღაც იგივე აქვს შეიძლება ჰაერს ვერ წონოს იმიტომ რომ ფონები და ინტეიქ სისტემას გარანტია შეიძლება ისკუთი მაგალითად რაღაცას მიაგნო მაგალვარგო და ეცვალა გამოასწორა და ძალიან ბევრი ამბავია მისაყოლი რა მანქანა ეს თქვა რომ რაღაცა ის საკითხი დამთავრდა ეგრე არა ეხლა გამოივლის ლევანა ჩემი ძმაკაცი ჩემი ბიძაშვილი და თიკო ჩამოდის სახლში სადღაც თითქმის 2 თვეა სახლში არ ყოფილა ტრაილერი სხოლია და თქვა რომ სადღაც 2 ღამე შეძლებს სახლში დარჩენას და დაძინებას რა თვითონაც მაგარი გახარებულია მეც მაგარი გახარებულია რომ 2 თვე არ მინახავს ცოტას რაღაცას მოვილხენთ ვიგულავთ რაღაცები გავერთობით და ვისვენებს და მე ისევ გაბრუნდება ტრაილერზე რა. მოკლედ ესეთი ამბავია. Upstate New York-ში ჩამოდის და გზაშიც ვნახოთ როგორი გზა იქნება, გადავიღოთ მარცხი რა ხდება, ბაჟნი რა ხდება. მეც მაინტერესებს პირველად მივდივარ. იქნება ლამაზი ხედები შეგვხვდეს და რაღაცა ლამაზი გზა გავიაროთ რა. კიდე ერთი ის რომ ჭამის გადაღება ვერ შევძენ ფასტ-ფუდების დაგემოვნებები რა მომდევნო ვიდეოსთვის გადავდოთ. მოკლედ ზუსტად იგივე საგიჟეთ ხდება ჩემ ვიდეოებში, როგორც საგიჟეთი ხდება აქ რა. ვამბობ 5 რაღაცას, ვაკეთებ 3 რაღაცას. ოიტყული გამომდი. აგრაკლია ხალხს. აი ამ საგიჟეთს ლოპარაკობდი რა, ანუ ვერ დაგიკრა ესე რა. მე მაპატი. წავედით ახლა დათის დავხდოთ. აი ეს მანქანა მიმღეროდა. ვიდეოს რო წერდი ესენი მღეროდნენ. გამარჯობა გენასვალი. Аморе, преданным скалам, ты недолго подаришь прибой. Море, возьми меня. Я слов дальше не помню, бай. Я был в Тбилиси в 81-м, когда Тбилиси выиграли кубок. У меня тетя, мамина тетя умерла на Гданьском массиве. Будь здоров. У тебя машина всю жизнь здесь стоит, и смена. Осторожно. Okay. Бай, спасибо за видео. Евреи и грузины вместе. მოკლედ გავიქეცი პირდაპირ დათისთან და ურიკეს ჩამოდით ტრაქტორზე და
გადააყენე მანქანაო. გაიყვანეო უბრალოდ. ეხლა გამოვიყვანეთ. ჩამოვედით upstate-ში, სადღაც 2 საათის გზა არის, საათნახევრის საცობები იყო. გამოვიყვანეთ ეხლა ტრაილერი და სავარაუდოდ მიყავს ჯერსიში საათი და 40 წუთის გზა არის. იქ გადავაყენებთ, იქ დავტოვებთ და წავალთ ისევ სახლში. 2 დღით უნდა გავაჩეროთ ტრაილერი. წავედით მოკლედ. ნახოთ სად ჩავალთ. სულ დათის დაწყებაში ვარ მოკლედ რა. იმდენად მორგებული იყოს ტრაილერი. იმდენად მაგრად გრძნობს. ზოლს ეგრე უმეტესობა მოციქულები პატარა სედანი მანქანით ვერ ეცვლიან რა. სამჩუბრად აცვია ეს მანქანა. ეს რაღაცა პუშეს პატარის. ჩაუარა ეხლა. დაგვრჩა მიახლოებით 35 წუთის გზა. სტარტინგად 75 მაილით დავდივართ. ანუ ტრაფიკში ისე დადის როგორც ედანი რა. თან არავის არ წამით არც საფრთხეს უქმნის არც დისკომფორტს არაფერს ვაფშე. მოკლედ აი ყველაფერი, მაგრამ ესეთ მული და ტრაილერით ნახდად ვერ ვიფიქრებ. არ ვიცი ახლა ჩემი ბიძაშვილი როა იმიტომ აკვირდები თუ ესეთი მოძრაობა და მოქნილობა ტრაილერით არასოდეს მინახავს. ფაქტიც ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ ჯერ ესე მოძრაობა ტრაილერით არავისი არ მინახავს. რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერს ვერ გადავიღებდი. 2 საათი კამერა ხელში ვერ მიკავებ ამ მანქანაში. დასამაგრებელი კამერის არ აქვს. One eternity later. მოკლედ აუდიც თითქმის გავიდა ბოლოში. რაღაც დეტალები დარჩა გასაკეთებელი. პრობლემა იყო ესეთი რა. რო ვიყიდეთ, ვიცოდით რომ უნდა დაქოქილიყო და არ უნდა ევლო. იმიტომ რომ გადაცემათა კოლოფს უნდა ქონოდა პრობლემა რა. საბარაუდოდ, იმიტომ რომ იქოქებოდა და არ დადიოდა. ევაკუატორმა რო ჩამოიყვანა, საქარე მინაზე ეწერა რომ გასაღებია დასაპროგრამებელი. თუ გასაღები არის დასაპროგრამებელი, მაშინ როგორ იქოქება? ესეთ ვერ უნდა დაქოქილიყო რა. და მძღოლი გვეუბნება რომ არც იქოქებაო, არც დადისო, არაფერს არ შვებაო, შემოძმაო და აბიტად ჩამოაგდეთო რა. ვა. მოკლედ მოხდა ისე რომ მხოლოდ გასაღები მუშაობდა მაგ მანქანაზე. მანქანა იქოქებოდა, ოღონდ ვაი მაგ დაქოქვას. უკმარისობა ქონა აი ატლივს რო ვეძახით ხოლმე რა, რაღაცა რო არ ყოფნის რა, რო ცოდვილობს და ქრებოდა. რამოდენიმე წამში. ხო, ჰაერის შემშვების სისტემა არის კონტროლიანად მოპარული იყო და წაღებული იყო, მანქანაზე ღვედები იყო მოხსნილი, უსაფრთხოების წაღებული იყო, განათების ნათურების ალბათ წაღებული იყო და ბევრი სისულელე მოყვა რა მაგ მანქანას. ძრავზე მოკლედ იყო ესეთი ამბავი, რომ ვანუსის ჭანჭიკი იყო გადასაჭერი, ანუ ბოლტი იყო გადასაჭერი და გადაეჭირა და ძრავი ამუშავდა საათივით, 1 წამი არ წაიქცე. კიდევ იქცევით. ხო, მოკლედ ამუშავდა, ძრავიც მუშაობს. ძალიან კარგად. გაგა, ამოანათე. ხო, აუდის გაგრძელებაც იქნება. არ დასრულებულა ჯერ ეგ მანქანა და ინტერიერი არის გასაგრძელებელი, დასასრულებელი. თუ გაინტერესებთ უფრო მეტ დეტალი აუდზე, დამიწერეთ კომენტარებში და უფრო დეტალურად გადავიღებ მაგ მანქანას. გადავიღებ თუ რა დაგვიჯდა, შეძენა, ჩვენ ქალაქამდე ჩამოყვანა, რა დაგვიჯდა გაკეთება და ასე შემდეგ რა. კიდე მოკლედ ერთი, ოპა. ხო, კიდე ერთი მარშრუტკა ყავს სტოკში.
ხო და თუ გაქვთ მარშრუტკის ნახვის სურვილი, ეგეც დაგვიწერეთ კომენტარებში და მაგაზიც გადავიღებთ რა დაგვიჯდა, რამდენად ვიყიდეთ, რა გავუკეთეთ და ასე შემდეგ. და გასპოილერებთ, გადაცემათა კოლოფი შეიცვალა. ხო და რაც თავარია მეგობრებო რა. ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ არხი ჩემ 585-ვე subscribers მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ არხის გამოწერისთვის. ძალიან ბადლიერი ვარ. იმიტომ ძალიან მიხარია ესე სკოლა ხოლმე ერთ საათში ერთხელ ვინმე ხო არ მომემატ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეგ ყველაფერი, აი ერთი დაკლიკება. ის სპონსორებს მინდა გითხრათ რა. მეილს ნახავთ აღწერაში. სანამ დროა, მოიწერეთ, დამიჯერეთ რა. არ მოგატყუებთ. ეხლა ჯობია მოიწეროთ რა. Starbucks შენ დამირეკე არ მომწერო. ხაზზე ვარ. ამო მომავალ ვიდეომდე.